ერთ-ერთი ასეთი თემა არის, რა თქმა უნდა, ახლა ყველას ვიცით ილიაუნის თემა, ხო? პრინციპში აი ხშირად ფიქრობ ხოლმე, რაღა მაინდა-მაინც ილიას სახელი დაარქვეს ამას რა. ილიას გარდა ყველაფერია რა, ეს ინსტიტუტი თავისი, რა ვიცი, ანუ თავისი პროფესურით და მინდა განახოთ ეს პროფესურა, ყოველ შემთხვევაში ვინ არიან, ამას როგორ შეიძლება ილიაუნი ერქვეს გამაგებინეთ რა, უღმერთო ადამიანების რა. პირველ რიგში მაგიტომ, ხო? აი არ ვიცი რა, როგორ შეიძლება ხა აი მაგალითად ლევან ბერძენიშვილი, ხო? აი გაუშვით რა, თუ შეიძლება რა სიძახის ის და აი ეს როგორ შეიძლება ახალგაზრდებს ასწავლიდეს რა, რამეს საერთოდ თუ ახლა ჰეი თქვენ არაგველებო ლექსი გაუმაძღარნო ომითა დრატშობილი ლექსია ვიღაცის აზრით კი არის შედევრი როდის გვექნება თანამედროვე და სრულფასოვანი პატრიოტიზმი მაშინ როცა პატრიოტული ფრაზა იქნება არა ვასრულებ ილიას ნაანდერძალს ან წინ ახალი დიდგორისკენ არც მამული ენა და სარწმუნოება და არც თუნდაც მე მიყვარს ქართველი ხალხი არამედ ყოყმანისა და ორჭოფობის გარეშე ვემორჩილები საქართველოს პრეზიდენტის ან პარლამენტის ან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მიუხედავად იმისა რომ რამდენად ხელსაყრელი და მომგებიანია იგი ჩემთვის სინამდვილეში ფრაზა მე ამაყი ვარ რადგან ქართველი ვარ წარმატებით შეიძლება შეიცვალოს ფრაზით მე ამაყი ვარ რადგან პარასკევს დავიბადეო შემოვაქცეოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგიო პირადად მე ამაზე დიდი მავნებლობა არ გამიგია იმ დროს როცა ჰაერივით გვჭირდება დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ეს ჯაჭვის პერანგი ძალიან წააგავს კომუნისტურ რკინის ფარდას ასე რომ ამ ანტიდასავლური სიმღერის ტექსტის და მუსიკის ავტორი ისევე როგორც შემსრულებელი უნდა გამოცხადდნენ მოღალატეებად ერეკლე მეორესთან და ბარემ ყოველი შემთხვევისთვის მაია წყნეთელთან და ფარსმან სპარსთან ერთად ოჯახი არ არის საქართველოში სადაც აკაკი წერეთელი არ შევიდა რომ დიასახლესი არ გაეპატიურებინაო რა აი მოკლედ რა არ ვიცი როგორ შეიძლება ეხა საერთოდ რამე ვილაპარაკოთ ხო აი ამ ადამიანზე რა ეხა ხშირად მიფიქრია მეც რა შემოაცალი საქართველოს ჯაჭვის პერანგი ხო აი რას ნიშნავს შემოაცალი ზუსტად ეხა ხვდები რასაც ნიშნავს რა აი რასაც დღეს ქართული საზოგადოება აკეთებს აი ამ საშინელ ღირებულებებს არ უშვებს საქართველოში ხო ეს არის ზუსტად ეს არის რომ შემოვაქცეოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი. რა შუაშია კომუნისტური პარტია და რკინის ფარდა და აი რა შუაშია გამაგებინეთ. მაგრამ აი ადამიანმა ხო უნდა თავისი ინტერპრეტაცია გაუკეთოს რაღაცებს. ხა აი ესეთ რაღაცებს ადამიანი დაწერს ესეთი ტიპები ასწავლят ილიაუნში რა. ну არ ვიცი აი მაგალითად კიდე მინდა ავიღო თია თუთბერიძე ხო იმ დღეს წავაწყდი რომ აი თია თუთბერიძე რაღაცა ჰაი და პაი და ესე ვთქვათ, იცოდე, ესე იგი, დოქტორანტი. ну წარმოიდგინე. თეა თუთბერიძე, ყოფილა დოქტორანტი, რომელიც თუთს შორის მაგარი რაღაცა ადამიანი, რომელიც ყვა ეს ქუჩაში ყვირილის და ჭყავილის მეტი არაფერი არ გაუკეთებია, ხო, ხედავდით ჩვენ, მე როგორ დაწინაურდნენ ესეთი ადამიანები, ხო, თუთბერიძეები და ესე ზუსტად ანალოგიური სიტუაცია, ეხლა რომ რაღაცა მოხდეს და ეს ტიპები რო დაწინაურდნენ, ეხლა რუსთაველზე ვინც რაღაცებს გახყვირია, ხო? აი ანალოგი რა შუაში, აი რა თეა თუთბერიძე და დოქტორანტი რა, ამაზე გამახსენდა კი არა რაღაც რომ იმაშვებოდი ტელეფონში რომ ვიყურებოდი, უცბად აი ამაზე რომ ვფიქრობ თუთბერიძეზე, წარმოიდგინეთ, რომ ავშალე ისე და შემდეგი ვიდეო შევხვდა ესეთი რაღაცა რა, კომედია რა, პრინციპში იუმორისტული და ეს ორი ქუთაისელი ბიჭი ძალიან მაგარი ნიჭიერები არიან, მე მინდა გითხრათ, საერთოდ მე იუმორს უყურებ ისე რომ ეხა რომ გამოდია ხოლმე რა, ხო იცით იქ იმაში რა ქვია, იუმორისტები რო არიან და პოლიტიკურად ზუსტად აი ბიძინა ივანიშვილს რო ასახიერებენ და ვითომ ამას და ვითომ იმას და ხან ეს არიან. ეს არ არის იუმორი. იუმორი უნდა იმისია რომ შეფარული უნდა იყოს.
ეგ არის ყველაზე დიდი და ნიჭიერულად ნათქვამი იუმორი, რომ პირდაპირ კი არ ახსენებ და პირდაპირ კი არ მღერი ხარ და პირდაპირ აი სხვანაირად აკეთებ ამ ყველაფერს. ეგ არის ნიჭი რა. და არა ის დაუშვათ, რასაც თქვენ აკეთებთ. ხან ის რო ხარ სალომე ზურაბიშვილი და ხან ბიძიდა ივანიშვილი და ხან ღარიბაშვილი და ხან ის არ გონიათ რომ იუმორს აკეთებთ. აი იუმორს ვინც აკეთებს განახებთ. ახლა ეს ორი მაგარი ქუთაისელი ბიჭი რა. გაუშვათ თუთმერიძეზე გამახსენდა ძალიან მაგარია ეს მასწავლებელი თუთმერიძე მასწავლებელი კი არა ეს ლექტორი რა თუ შეიძლება გაუშვით რა ეს ვიდეო რა მანდანა ახლა მევედე მე სიტუაციას ხო დამშვიდი სიმონ კი ყველაფერი და ახლა იგი მითხარი მაგიკინა რამ გადაგაწყვეტია მოადგა მაინც აი ისე გეცნარად გეკითხებ რა გჭის ვიცი რა გინდა რა არაფერი ისეთი პროსტა აქ რომ გონდა მეტი საპატარა დეპრესიული მომენტები თქვა ვერ შევიჭერი და ბარემ მეთქი შევიგრავ თქვა და შევიგარი სიმონ და არის აგე რა ვიცი რა მოგწონს ბოლო იგი მაინც ხო გაგიგია შეჩემა სადაჩახვალო იქ აურკულზე იყურე ვარიანტია რა სხვა არაფერი არ არის მე ფრანგები ქუდებს არ იგებდნენ დეიგვიანეს შენ და მაგის შეხვდა თუ რა აია მაგი ეს რა არ მოგწონს ამაში რა არ მომწონს რა ვიჯო რა ვიცი იმას გავხარ პროსტა ჩვენი გეოგრაფიის მასწავლებელი იყო ნაირა სიმონ ვინაირა თუთვერიზე ნაირა თუთვერი მომის გეოგრაფია მომწონს თქვა გეუბნები ახლა მე აღარ გიხსნებ ეს და ახლა შენ მაინც და მაინც ნაირა თუთვერიზე თუ მომსგავსებ ადექი და იგი აფრიკის მდინარეები ჩამაბარეს ხაფასხუბით თქო მგედია რა ისე კი არა ეგ საურეკო შეიძლება რო განახო და ბლუკნով დაფასთან მასე კი არა დაი ხო გადავები ვიჯო რა იყო რა დაგება თქვა ისე კი ხდება რა ახლა შემდგომს ო არა ზედა არის მაგარია ნაირა თუთფერიძე ძალიან მაგარია აი ნაირა თუთფერიძე სტუმავს გავზებ აფრიკის მდინარეები ჩამაბარეს ხაფასხუბითო აი ეს არის იუმორი რა აი რა ვიცი ძალიან მაგარი ბიჭები არიან მოკლედ რა